საღამოშიდობისა ჩვენ ვაგრძელებთ საუბრებს ილია ჭავჭავაძეზე. ჩვენ გვქონდა ერთი გადაცემა უკვე, სადაც უბრალოდ გვყავდა ქალბატონი ბელა წიფორია და ძირითადად იქ საუბარი შეეხო ილიას როგორც საზოგადო მოღვაწეს. დღეს ჩვენ ალბათ ცოტა უფრო სხვა კუთხით განვიხილავთ მის შემოქმედებას, თუმცა რასაკვირველია არც ამ განზომილებას დავტოვებთ უყურადღებოთ. დღეს ჩვენ სტუმრად გვეყოლება ქალბატონი ირმა რატიანი, რომელიც არის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი. ირმა, დიდი მადლობა პირველ რიგში იმისათვის, რომ მოხვედი და ჩვენ უფრო ალბათ ვილაპარაკებთ ილიაზე როგორც ლიტერატორზე. და იმ სიახლეებზე და იმ ახლებურ წაკითხვებზე, რომლების შესაძლებლობასაც მისი შემოქმედება გვაძლევს. და არ მინდა აუცილებლად დავიწყო იმით, რომ წელს, როგორც საიუბილეო, ასე ვთქვათ, წელს ძალიან ბევრი ახალი წიგნი გამოვიდა და მოდი აქ ნაწილი გვაქვს იმ წიგნებისა, რომელიც გამოვიდა, ხო, ამ წლის განმავლობაში და უბრალოდ იქნება აღნიშნოს. პირველ რიგში მინდა რომ ვთქვა, რომ ეს არის კრებული ილია ჭავჭავაძე 170 და ეს არის ძალიან საინტერესო კრებული, იმიტომ ძალიან ბევრი მკვლევარის სტატიებია, პლუს ამას არის ანოტირებული ბიბლიოგრაფია და მე მგონია, რომ ეს არის ძალიან საინტერესო მცდელობა ახლებური წაკითხვისა ილიას შემოქმედების. ხო და მე იმედი მაქვს, რომ ერთი სიტყვას გვეტყვი. მის შემდეგ არის შენი მონოგრაფია ქრონტოპი ილია ჭავჭავაძის პროზაში და ეს არის ახლებური წაკითხვა, ბახტინის მეთოდოლოგია, როგორც ჩანს მიყენებული ილია ჭავჭავაძის შემოქმედების გასაანალიზებლად და არის ილიას ტომეულები, პუბლიცისტური წერილები ძირითადად, რომელიც მე მგონა, რომ ეს სრულიად სრულიკრებულად 10 ტომეული უნდა ყოფილიყო, რამდენიც მე ვიცი. და ეხლა აწერია 20 ტომი. ასეა. მოდი დავიწყოთ რატო არის 20 ტომი, პირველი ამისი ახსნით. მოგესალმები გიგა, მივესალმები ტელემაყურებელს, დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისათვის. მე ფიქრობ, რომ წელს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, მნიშვნელოვანი ქართული საზოგადოებრიობისათვის, ვინაიდან შესრულდა 170 წელი ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან. და გეთანხმები, რომ ამ თარიღის აღსანიშნავად ლიტერატურული განსაკუთრებით საზოგადოება მოემზადა ახალი პროდუქციით, ვინაიდან ნამდვილად არის იმის საჭიროება, რომ 21 საუკუნეში კიდევ ერთხელ გადაიხედოს ილია ჭავჭავაძის შემოქმედების ანალიზი, მისი მემკვიდრეობის გააზრება და ასე შემდეგ. დავიწყებ რაკიღა პროდუქციაზე ვსაუბრობთ, მეც დავიწყებ აკადემიური 20 ტომეულიდან. ეს აკადემიური 20 ტომეული ნამდვილად იყო ჩაფიქრებული 10 ტომად და ამის გამოცემა დაიწყო 80-იან წლებში, მაგრამ 80-იანი წლების ბოლოს გამოცემა შეწყდა მე-6 ტომზე. რასაკვირველია, აქ ალბათ მიზეზად შეიძლება დასახელდეს ის სოციალური ფონი, რომელიც ქვეყანაში იყო, ამდენად არ ხერხდებოდა ეს საკმაოდ სერიოზულ თანხებს უკავშირდება ამისი დამუშავებაცა და გამოცემაც და თითქმის 10 წლის მანძილზე ეს იყო გაჩერებული. მაგრამ აი ამ დროის განმავლობაში ცუდი იყო ის, რომ საქმე შეჩერდა, მაგრამ კარგი მოხდა ის, რომ ბევრი ახალი ნაშრომი შეემატა ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობას. ტექსტოლოგთა ჯგუფი მუშაობდა დიდი გადაცებით, ძალიან ეს იყო, მე ვფიქრობ, ერთგვარი პროფესიული თავდადება და გმირობა, იმიტომ რომ რთული იყო იმ წლებში ამ საქმის გაკეთება, მიუხედავად ამისა, ტექსტოლოგიური მუშაობა ინსტიტუტში არ შეჩერებულა და ბატონი ლევან ჭრელაშვილის გარდაცვლილი ტექსტოლოგის ხელმძღვანელობით მოხდა ახალი მასალების აღმოჩენა, ახალი მასალებით ილიას მემკვიდრეობის გამდიდრება. შესაბამისად, ჩაფიქრებული 10 ტომი გადაიქცა უკვე უფრო დიდი მოცულობის გამოცემად. მოდი ასეთ რაღაცა ვთქვათ. მე თუ სწორად გავიგე, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ერთი საუკუნის განმავლობაში ჩვენ რაც გვეგონა ილიას შემოქმედება, ის ნამდვილად ორმაგად იზრდება? ასე გამოდის, ახლა მთლად ნამდვილად ორმაგად ალბათ შეიძლება გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ საგრძნობლად იზრდება. და ეს არის ძირითადად პუბლიცისტიკის ეს არის ძირითადად პუბლიცისტიკის ხარჯზე, ვინაიდან ბევრი ხელმოუწერელი წერილი მეწინავე, რომელიც ქვეყნდებოდა ივერიაში თუ სხვა გამოცემებში, უკვე მიკუთვნებულია ილია ჭავჭავაძისადმი. შესაბამისად, მოცულობა რასაკვირველი არის გაზრდილი და რასაკვირველი არის უფრო საინტერესო
ეს მასალა წარმოდგენილი აქ არის ძალიან საინტერესო კომენტარები აქ დართული თითოეულ ტომს რომელიც გამოვიდა ეს გახლავთ მე-14 ტომი ამ თვის ბოლოს უკვე მე-15 ტომი იქნება დაბეჭდილი ხოლო აპრილისათვის ვარაუდობთ რომ 20-ვე ტომი იქნება დასრულებული ფანტასტიკური მართლა საქმეა და ნამდვილად დიდი სტიმულია ილიას მკვლევარებისთვის ალბათ ხო გადააზრებისა რომ მისი ნამდვილად ეს მართლაც ძალიან დიდი შრომაა იმიტომ რომ თქვენ მაყურებელს მოიხსენება ალბათ შენ კარგად იცი გიგა რომ როდესაც ხდება აკადემიური გამოცემის მომზადება აქ საჭიროა ძალიან დაკვირვებული ძალიან სკრუპულოზური მუშაობა პირველ ყოვლისა ტექსტოლოგების მხრიდან იმიტომ რომ უნდა მოხდეს ტექსტის კომენტირება არ უნდა გამორჩეს ხედველობიდან არც ერთი მნიშვნელოვანი დეტალი შემდეგი ეტაპი არის უკვე კომენტირებული ტექსტების რედაქტირება, რომელიც ასევე საკმაოდ რთული ეტაპია. წელით გასული ამ წელიწად ნახევრის მანძილზე დღის სინათლე იხილა 8 ახალმა ტომმა, აი ამ აკადემიური 20 ტომეულის. ეს საკმაოდ მე ვფიქრობ მაღალი შედეგია, რომელსაც მეცნიერებმა მიაღწიეს და მე მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა ვისარგებლო ამ ეთერით. ტექსტოლოგებს, რომლებიც მუშაობდნენ აი ამ ტომეულებზე და რედაქტორებს, რომლებმაც ძალიან დიდი შრომა გასწიეს. მართლაც მანამდვილად ნებისმიერ რუპულს ქვეყანაში ძალიან ნელა ხდება ხოლმე და ეს ფანტასტიკურია თქვა სისწრაფე ამ საქმისა. მართლა უბრალოდ იმის მაჩვენებელი რომ ეს მუშაობა უბრალოდ გრძელდებოდა იმ წლებშიც კი როცა ეს გამოცემა არ მიდოდა და შესაბამისად რაღაცნაირად დაგვირგვინდა ასე შესანიშნავად და ჩემთვის ძალიან საინტერესო ხმა პირადად ამ ყველაფერს გადაკითხვა. მოდი ახლა შემდეგ უკვე ეს წაკითხებს დაუბრუნდეთ, რომლებიც გვაქვს სახეზე, ხო? რომ დაიწყო ილიას შემოქმედების გადააზრება და რასაკვირველია არსებობს უამრავი წმინდა ლიტერატურული თვალსაზრისით განვიხილოთ ლიტერატურის თეორია წავიდა იმდენად წინ ამ პერიოდში რომ რასაკვირველია ახალი კონცეპტები გვანახებს სრულიად სხვანაირია სავარაუდოდ ვიდრე იმას რომელსაც ჩვენ რაღაცას დაშტამპული განსაკუთრებით თავშეთქავი სირის დროს იყო რაღაცა ტიპის ხო რაღაც საზეპიროები და რაღაც არ ვიცი კიდე რაღაცა მცირე მოკლე განხილვები და რეზუმეები ვიდრე ვთქვათ ჩვენ შეგვეძლო გვევარაუდა მოდი დავიწყოთ იმითი თუ რითია დღეს საინტერესო ილია. აი შემოგეძლო ქრონოტოპი, შენ წიგნს ქვია ქრონოტოპი ილია ჭავჭავაძის პროზაში, ხო? რატომ მაინც ამას ქრონოტოპი? მოდი ამით დავიწყოთ. აუხსნათ მაყურებელს. ქრონოტოპი რა არის და შემდეგ ილიასთან რატოა ეს მნიშვნელოვანი? ქრონოტოპი უკვე ეს არის საკმაოდ დამკვიდრებული ტერმინი თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობაში. ეს ტერმინი შემოიტანა ბახტინმა და ის აღნიშნავს დროისა და სივრცის მთლიანობას, კონტინუუმს და აი სწორედ ამ მნიშვნელობით მკვიდრდება ის ნებისმიერ ტექსტთან და ავტორთან მიმართებაში. ჩემი ინტერესი რომ აი ეს მეთოდი რაღაცნაირად მომერგო მიმეყენებინა ილია ჭავჭავაძის პროზისათვის აქ განხილულია 5 თხზულება ილია ჭავჭავაძის, ნუ ალბათ მისი 5 ძირითადი პროზაული თხზულება გამოწვეული იყო ალბათ ერთი ფაქტორით ილია არის ქართული რეალიზმის წარმომადგენელი. რეალიზმი არის უკვე ძალიან განსხვავებული მოვლენა იმ ლიტერატურული პროცესების ფონზე, რომელიც მას წინ უძღვის, არა, ეს არის უპირველეს ყოვლისა ნეოკლასიკური ეპოქა, ეს არის რომანტიზმი და აი 19 საუკუნე პრაქტიკულად წარდგება კითხველის წინაშე როგორც რეალისტური ლიტერატურის შემქმნელი და ამაღორძინებელი. ცხადია რეალიზმის რაკიღა მას ქვია რეალიზმი და რაკიღა ის განსხვავდება სხვა მისი წინამორბედი ლიტერატურული მიმდინარეობებისაგან და სკოლებისაგან, მასადამე მას აქვს გარკვეული სპეციფიკური ნიშნები, რითაც ის განსხვავდება და სადაც ჩვენ უნდა ვეძიოთ ეს განსხვავებები. მივიჩნიე, რომ ერთ-ერთი ასეთი განმასხვავებელი ასპექტი, ერთ-ერთი ასეთი განმასხვავებელი კუთხე იყო დროსივრცული სტრუქტურა ლიტერატურული ტექსტისა, რომელიც განსხვავდებოდა დაუშვათ რომანტიკული ქრონოტოპისაგან და ასევე ძალიან განსხვავდება იმ ქრონოტოპისაგან, რომელსაც მე-20 საუკუნის ლიტერატურა გვთავაზობს. არსებითი აქ არის ის, რომ რეალისტურ ლიტერატურაში
ალბათ დამეთანხმები ხდება ავტორის ფუნქციის სერიოზული აქცენტირება. ავტორის, როგორც მთხრობელის, როგორც ნარატორის ფუნქციის აქცენტირება და ცხადია თუ კი ავტორი ასე აქტიურად შემოდის ტექსტში, ის შემოდის იმ ქრონოტოპული მოდელით, რომელიც მას ახლავს თან. და აი სწორედ აქედან იწყება სიახლეებიცა და სირთულეებიც რეალისტურ პროზაში. ავტორისეული ქრონოტოპი მისი მიმართება მხატვრულ ქრონოტოპთან, როგორია ეს მეტრიკული დამოკიდებულებები მათ შორის, რა კავშირები იძებნება, რა განსხვავებებია აქ გამოყოფილი არის გარკვეულწილად უკვე ესეც დამკვიდრებული ტერმინებია ვერტიკალური, ჰორიზონტალური ქრონოტოპული მოდელები, მაგრამ განხილულია ავტორისა და ტექსტის კონტექსტში და მსჯელობა არის მაგალითად ისეთ საკითხებზე, აი თუნდაც წარსული აწყო მომავალი, ხო თითქოს რაღაც ტრივიალური სტანდარტული გაგება დროის. აღსანიშნავია, რომ აი ეს სამივე პლასტი დროის, რომელიც რეალისტურ პროზაში ჩნდება და კერძოდ ილია ჭავჭავაძის თხზულებებში, ყოველთვის არის კონცენტრირებული გარკვეული მოვლენა ბირთვის გარშემო, რაც ასე აქტიურად, ასე აშკარად არ ჩანს მაგალითად რომანტიზმის ეპოქაში. ამდენად ეს დროსივრცული კონკრეტულად რომ მაგალითი მოვიყვანო, თქვა კონკრეტულად რას ნიშნავს ეს ბირთვი, ანუ რაღაცა მოვლენა ხტომილება. ეს არის ცენტრალური ხტომილება, რომლის გარშემოც ხდება თავმოყრა იმ დროსივრცული კოორდინატებისა, რომლებიც განსაზღვრავენ აი ამ ტექსტის ქრონოტოპულ სტრუქტურას. აი ეს ძალიან საინტერესო პროცესია ამ ტექსტებში და ამაზე დაკვირვება ნამდვილად ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის და დასკვნების თვალსაზრისითაც ალბათ. ძალიან საინტერესოა, მოდი მაშინ ქრონოტოპს ოღონდ ახლა სხვა მნიშვნელობით გადმოვიტან. დავიწყოთ იმაზე საუბარი, რა დროში უხდება ილიას წერა და რა სივრცეში, ხო? ჩემთვის პირადად არა მარტო ჩემთვის მე მგონი, როცა თქვა ლაპარაკია ილიას დროინდელ ევროპულ ლიტერატურაზე, თუ ჩვენ უკვე გადმოვხედავთ იმ შედეგებიდან, რომლებიც მივიღეთ, ორი ნაწარმოები უნდა დავასახელოთ სავარაუდოდ. ეს არის 1857 წელია თუ არ ვცდები ფლობერის მადამ ბოვარი და თუ არ ვცდები იმავე წელს შეიძლება რაღაცა ერთი წლით აქეთან იქით ბოდლერის ბოროტების ყვავილები. ეს ორი ტექსტია, რომლიდანაც შეიძლება თქვას რომ წარმოიშვა ერთი მხრივ თანამედროვე პროზა, მეორე მხრივ თანამედროვე პოეზია. არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ფრანგები ყოველთვის რაღაც ამდენიმე ათწლეულით წინ უსწრებდნენ დანარჩენ ევროპელებს, ფაქტია. მე რამდენადაც ვიცი, არანაირი კავშირი ილიას არც ერთ ამ ტექსტთან არ ქონია, მე მგონი და არც ერთ ამ ავტორთან, გასაგებია, მაგრამ უნდა ჩვენ ალბათ დავიწყოთ მედიაციის და გაშუალების რაღაცა პროცესი. დავაკავშიროთ. სად არის ილია ყველაფერი იმასთან, რაც იმდროინდელ ევროპაში ხდება. იმიტომ რომ რატომ მოხდა ის, რომ მაგალითად ეს ორი ნაწარმოები ასეთი მნიშვნელოვანი იყო, ხო, შემდგომი თაობებისათვის. ალბათ იმიტომ, რომ ამ ნაწარმოებებში ხდება ლიტერატურის გათავისუფლება, პირდაპირ ვთქვათ, მორალისგან. ეს არის ნაწარმოებები, რომლებიც მიუხედავად მათი ტექნიკისა, თუ თქვათ რაღაცა მიუხედავად მათი რაღაც მხატვრული სრულყოფილების, ეს სრულად სხვა საკითხია. იმდროინდელი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ იქ ძალიან უცნაურად, მაგრამ ეჭვის ქვეშ დადგა საერთოდ ის რომ რატომ უნდა იყოს ლიტერატურულ კავშირში მორალთან თუ არ უნდა იყოს და უნდა შეიძლებოდეს თუ არა რაღაცა ერთმნიშვნელოვანი მორალური დასკვნების გამოტანა. ფაქტია რომ ფლობერთან ეს ასეა, ფლობერის რომანი საერთოდ უჩივლეს სასამართლოში და ასე შემდეგ, ხო? ფაქტია რომ ასეა ბოდლერთან. ბოდლერთან ასაკურველია ის გზნობა რომანტიზმის და რაღაც სატანური ლუციფერული ტრადიციის და ასე შემდეგ გავლენაც, მაგრამ მიუხედავად ამისა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინტენსია. ეხლა ფაქტია რომ ილიასთან ეს ასე არ არის. ფაქტია რომ ილიასთვის მთავარი მესიჯი ლიტერატურული ტექსტისა არის ლიტერატურის გარე, ვთქვათ ასე. ეს არის ნამდვილი მორალისტური, მაგრამ მოდი დავიწყოთ გადააზრება. ჩემ გადაცემაში ახლა სტუმრად ქალბატონი ბელაროცა იყო, მან თქვა რომ ილიას ბევრნაირი და სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, წაკითხები სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, ხო? შესაბამისად, მოდი დავიწყოთ ახლა იმაზე ფიქრი, შეგვიძლია თუ არა ილიას ტექსტები ჩავრთოთ აი ამ ევროპული, ვთქვათ ასე, რომანული ტრადიციის განვითარების ისტორიაში. იმიტომ რომ როგორც კი გაჩნდა ეს ტრადიცია, ხო, თქო, თანამედროვე ლიტერატურისა, მან იმ წუთშივე მონახა თავისი წინამორბედები, რაბლე, სერვანტესი, სტერნი, დიდრო. ესენი ადამიანები არ, რომლებიც ასევე თავიანთ ნაწარმოებებში ძალიან სერიოზულად, ასე ვთქვათ, უვლიან გვერდს ერთმნიშვნელოვან მორალს, ხო, ვთქვათ ასე პირდაპირ. და შემთხვევით არ ვამბობ მე ამ მორალს შესახებ, შემთხვევით არ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ პრინციპში თანამედროვე
ლიტერატურის განვითარება სხვა არაფერია თუ არა მხოლოდ საკუთარი კოდის მიყოლა. ხო, როცა ნათქვამია რომ ლიტერატურას გარეთ არაფერი აღარ უნდა უსწრებდეს და არაფერი არ უნდა საზღვრავდეს. ეხლა ილიასთან, აი მაგალითად რო ავიღოთ მისი ერთ ისეთ ნაწარმოები, როგორც არის ვთქვათ კაცია ადამიანი. ფაქტია რომ საჭარო ნაწარმოები, მაგრამ ფაქტია რომ მან შეინარჩუნა საკუთარი მნიშვნელობა არა მხოლოდ ამის გამო. იმიტომ რომ სინამდვილეში თუ ჩვენ ვიტყვით ნამდვილი ლიტერატურა ის არის რომელიც ეგზისტენციალურ თემებზე ლაპარაკობს, კაცი ადამიანში არის ეს თემა, ეს სიზარმაცე. რომელიც ეს ნამდვილად არის მარტო თათქარიძეებისა და ვთქვათ რაღაცა ქართველების პრობლემა, ხო? ეს არის ზოგადად ძალიან ზოგადი ადამიანური პრობლემა, რომელსაც აღნიშნავს კიდევაც ქრისტიანულ ტრადიციაში ერთ-ერთი მომაკვდინებელი ცოდვაა, ცონარობა და ნებისმიერ ადამიანს განუცდია საკუთარ თავზე, ხო? ფაქტია რომ ლუასაბ თათქარიძე თუ ის ნამდვილი ლიტერატურაა, ეს ნამდვილი ლიტერატურაა იმიტომ, რომ ის არ შემოისაზღვრება არც მე-19 არც მე-20 საუკუნის ქართული რეალიებით. მას აქვს რაღაც ეგზისტენციალური განზომილება. შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ ჩვენ რო ვთქვათ, აი ილია, ვთქვათ ასე, დინების საწინააღმდეგო წავიკითხოთ. ასეთ რაღაცებს აღმოაჩენ გარკვეული ტიპის სხვა საზრისებს, ვიდრე ეს ვთქვათ ქრესტომატიურ რეზუმეებში მონახავთ. ზელი კითხვა კი გამომივიდა, მაგრამ შეიძლება კითხვა არ ვიცი პასუხი საიდან დაიწყო, მაგრამ შევეცდები. იცი რა არის გიგა, ალბათ რო თუ ჩვენ ვლაპარაკობთ დიდ ლიტერატურაზე და დიდ მწერალზე, აუცილებლად გულისხმობთ ინტერპრეტაციულ მრავალფეროვნებას. იმიტომ რომ თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ ტექსტის ინტერპრეტაცია მხოლოდ აი ამ ერთი მიმართულებით და არ შეგვიძლია მეორე სხვა მიმართულებით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე ვაღიარებთ, რომ საქმე არც თუ ისე საინტერესო მწერალთან გვაქვს და არც თუ ისე საინტერესო ტექსტთან. რა საკვირველია ილია ის არის იმდენად საინტერესო შემოქმედი, რომ მისი მემკვიდრეობის წაკითხვა ღმერთმა დაგვიფაროს, რომ სულ ერთი სტანდარტით მიმდინარეობდეს და არ იყოს ის საინტერესო ახალ-ახალი ხედვები, რომელიც მოაქვს ახალ დროებას ყოველთვის, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის უყურებთ მწერალს ჩვენი დროის გადასახედიდან. და სხვათა შორის აი ეს კრებული, რომელიც ახლა თქვენ ჩვენს მაგიდაზე დევს, აი ამ კრებულში ბევრია ისეთი წერილი, საიდანაც ილია სწორედ დღევანდელი გადასახედიდან არის შეფასებული და დანახული. ანუ ესეც კი შესაძლებელია, ხო? ამრიგად ილია არის მწერალი, თქვენ ახსენებთ ფლობერი, თქვენ ახსენებთ ბოდლერი. მოდი ახლა მე სხვებსაც ვახსენებ, მაგალითად ტოლსტოის ვახსენებ, ხო? მაგალითად ვახსენებ ტურგენევს, გოგოლით დავიწყოთ თუ კიდე დიკენსი, ხო? ანუ ეს სხვადასხვა ტიპის მწერლები არიან. მათ ერთი საერთო სახელი ჰქვიათ და ეს არის, ну არა ბოდლეს, რა თქმა უნდა, რომ ეს არის რეალიზმი, მაგრამ რასაკვირველი ეს არის, თითეული მათგანი წარმოადგენს სრულიად ინდივიდუალურ ფორმას რეალიზმისა. არსებობს რაღაც ზოგადი გაგება რეალიზმის, რაღაც შეიძლება ვისაუბროთ ზოგად კანონებზე და აი ამ კანონების ფარგლებში შესაძლებელია მეთოდოლოგიურად ამ მწერლების გამთლიანება, მაგრამ როდესაც ჩვენ უკვე ვიწყებთ ინდივიდუალურად მათ კვლევას, რასაკვირველია ჩვენ აღმოვაჩენთ ისეთ ინდივიდუალურ ხაზებს, რომელსაც დავუშვათ სხვა მწერალთან ვერ ვნახავთ. ილიას პროზა ჩემი თვალსაზრისით და თუ გაიზიარებთ აი ამ ხედვას ეს რასაკვირველია თქვენ შეინინება და მაყურებელიც თავად გადაწყვეტს ილიასთან ბევრი რამ, ძალიან ბევრი რამ არის კონცეპტუალიზებული. კონცეპტუალიზებულია. აი თუნდაც თათქარიძეობის თემა. ილია არის ძალიან აქტიური ავტორი. ილია არის ძალიან აქტიური ავტორი. იმიტომ რომ ვითარება, როდესაც ილია გამოდის სამოღვაწეო ასპარეზზე, დამეთანხმები ალბათ რომ არის ძალიან რთული. საქართველო არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში. ამას შეიძლება უწოდო არა მარტო გაჭირვება, არა მარტო რაღაცა ეროვნული სულისკვეთების დაუშვათ დამტაბლება, არამედ გარკვეულწილად სერიოზული გულგრილობაც კი, რომელიც აი ამ პერიოდში ქართულ საზოგადოებაში სუფევს. ანუ ილია ირგებს აი ამ ერის ჭირისუფლის ფუნქციას. შესაბამისად, მის პროზაში, მის ლიტერატურაში, მის შემოქმედებაში ბევრი რამ არის კონცეპტუალიზებული. ის ცდილობს რომ მისი ლიტერატურა, მისმა სიტყვა მოახდინოს ძალიან ქმედითი ზეგავლენა მკითხველზე.
ის არ ეძებს მარტო კითხვებს, რომელიც თავს შეიქცევს მისი წიგნის, მისი თხზულების კითხვით და მერე გაეცლება. მას ჭირდება გულშემატკივრები, მოდი ესე ვთქვა, თანამოაზრეები. და შესაბამისად ის ცდილობს, რომ ნებისმიერი პრობლემა, რომელზეც ის წერს, აიყვანოს კონცეფციის რანგში და მოახდინოს ამის კონცეპტუალიზება. ასე ვუყურებ მე დადგარიძეობას და არა მარტო მას, ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელიც შეგვიძლია ავიღოთ ილიას პროზიდან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ილია ცდილობს ძალიან სერიოზულად, ძალიან ფუნდამენტურად მოახდინოს ამის კონცეპტუალიზება. მოდი, ეგ რაღაცას გითხავ. რამდენიმე წლით ადრე, ხო? ლორს თათქარიძის რამდენიმე კაცი ადამიანის რამდენიმე წლით ადრე გამოდის გონჩაროვის ობლომოვი. კი ბატონო. და არსებობს დობროვლუბოვის სტატია რა არის ობლომოვში, რომელიც შემდეგ გაიმეორა ბაქრაძემ დასვა კითხვა რა არის თათქარიძეობა, ხო? შეიძლება თუ რა ვილაპარაკოთ გავლენაზე და თუ გავლენა მაშინ რისი თქვა შეცვლა ხდება ილიასთან. თუ პრინციპი როგორ არის მიღებული? მე არც ვიცი, მიღებული არის, გამოკვლეული არის თუ არა საერთოდ ეს საკითხი? რასაკვირველია გიგა, ეს საკითხი არაერთხელ არის გადასინჯული, იმიტომ რომ ეს ცხადია, ძალიან შესამჩნევი პარალელია, მაგრამ არსებობს ლიტერატურათმცოდნეობაში, არსებობს ეგრეთ წოდებული მოხეტიალე სიუჟეტების ცნება, იცი ეს შენ, და მოხეტიალე სიუჟეტები ძირითადად არსებობენ ძირითადად მეტწილად ერთი ლიტერატურული სკოლის, ერთი ლიტერატურული მიმდინარეობის ფარგლებში. და არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც დავუშვათ სიუჟეტური ხაზი შეიძლება რაღაცა თემატური, რაღაცა იდეური ხაზი შეიძლება იყოს იდენტური, მაგრამ ამ პრობლემის დამუშავება უკვე არის იმდენად ინდივიდუალური, რომ აი გავლენაზე საუბარი წმინდა თეორიული თვალსაზრისით აღარ გამოდის. ანუ როდესაც სიღრმეში უკვე იკვლევ ამ საკითხს, ხვდები რომ კი ბატონო, შეიძლება პრობლემა არის იდენტური, შეიძლება ამაზე საუბარი. კი ბატონო, მაგრამ მისი დამუშავება არის აბსოლუტურად ინდივიდუალური. მე სხვა შორის მინდა ერთი რამ გავიხსენო. მე არ ვიცი კიდევ ერთხელ რამდენად გასაზიარებელია ეს მოსაზრება, მაგრამ ამ მოსაზრებას ხადია აქვს არსებობის უფლება. ეს არის მაგალითად ასეთი იდეა, რომ არსებობს რომანტიზმი, ხო? მაგრამ არსებობს ქართული რომანტიზმი და არსებობს ინგლისური რომანტიზმი, ხო? სხვაობას აქ ქმნის ერთი რამ, ლიტერატურა. ეს არის ერთგვარად ერის მეხსიერების სკივრი, ხო? ეს მეხსიერების სკივრი არ შეიძლება გქონდეს იდენტური ქართველს და ფრანგს. შესაბამისად, აი ამ მეხსიერების, აი ამ გენეტიკური კოდის მეშვეობით პრობლემის დამუშავება იღებს ინდივიდუალურ სახეს. და ამ შემთხვევაშიც მე ვფიქრობ, აი ასეთ ფაქტთან გვაქვს საქმე, როდესაც ქართველი მწერალი შესაძლებელია ჩვენ ვთქვათ, რომ კი ბატონო, პრობლემა გავს ერთმანეთს, მაგრამ გადაჭრა, გადაწყვეტა, დამუშავება არის ძალიან ინდივიდუალური. ხო, ეს ალბათ წმინდა მეთოდოლოგიური პრობლემაა, იმიტომ რომ გააჩნია როგორც წარმოიდგენთ ცნებისა და მისი კონკრეტული შემთხვევების ურთიერთმემართებას, ხო? თუ წარმოიდგენთ არსებობს აბსტრაქტული რომანტიზმი, რომელიც ყველა ნაციონალურ რომანტიზმში უნდა გახორციელდეს, შეიძლება პრობლემები ქონდეს, მაგრამ თუ რაც უფრო ვიტგენშტაინურად მიუდგები და იტყვი, რომ არსებობს რომანტიზმები, რომლებიც ერთმანეთს გავს, რაღაცა ნიშნებით, მაგრამ არის აუცილებელი პირველსა და ბოლო, ანუ ვთქვათ, რაღაც ხაზის პირველი და ბოლო ოჯახები ერთმანეთს საერთოდ რამით გავდეს. უბრალოდ მათ შორის არსებული მსგავსებების რაღაცა შუალედური რგოლების მსგავსებებით გავანიცნი ერთმანეთს, ხო? მაშინ ალბათ სიტუაციაც შეიცვლება. ოღონდ საინტერესო ამ შემთხვევაში ის არის, აი, მე თვითონ რა მაინტერესებს, საიდან მოდის, ვთქვათ, ილიას პროზა ვინ არიან მისი მოდელები. ეს მაინტერესებდა და რაღაცა განსაკუთრებული მე არც ვარ ახლა ლიტერატურასწავლე და შეიძლება არც ვიცნობ უბრალოდ შესაბამის კვლევებს. ნუ რაღაც ადგილებში ხვდები, ხო, თქვათ, ვის აციტირებს, ანუ ვისი პაროდიით დაკავებული, ცნობილი თქვათ მგზავრის წერილებში გოგოლი, ხო, სიტყვაზე, მაგრამ ისიც პრინციპში გოგოლს როგორც მწერალს იმდენად არ ედავება, რამდენიც გარკვეული იდეოლოგიის მატარებელს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი, ვთქვათ, ცნობილია ხო სიტყვა, რომ ჩვენ ყველანი გამოვიდით გოგოლის შინელიდან. აი, საიდან გამოვიდა ილია? შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ ილიას პროზას რაღაცა ტიპის საწყისი აქვს, საიდან ის მოდის? რაღაცა მწერლები, არ ვიცი, ვიღაც. თუ ასეთი კატეგორიულობით ჩვენ ამის მტკიცება არ შეგვიძლია. იცი რა არის, საიდან გამოვიდა ილია? ეს მართლა ძალიან საინტერესო კითხვაა, გიგა, იმდენად საინტერესო, რომ ჩემთვის მართლა რთულია ახლა ამ კითხვაზე ალბათ სწორი პასუხის მოძებნა. მაგრამ ახლა პირველი რაც
ახლა მე მომივიდა ფიქრად, ილია რასაკვირველია გამოვიდა ქართული ლიტერატურული ტრადიციიდან. ილია გამოვიდა იმ ქართული საკითხავიდან, ქართული ჭირიდან, რომელიც მუდამ თან ზდევდა და ზდევს ქართულ ლიტერატურას. ილიამ გადაიბარა ის ფუნქციები, რა ფუნქციაც თავის დროზე დავუშვათ რუსთაველმა აიღო თავის თავზე, გურამიშვილმა, სულხან-საბამ, ბარათაშვილმა და ასე შემდეგ. ეს იყო რა ფუნქცია? ეს იყო ქართული საკითხავის, ქართული პრობლემების თავმოყრა, მოდი ესე ვთქვათ, და აი ამისი კიდევ ერთხელ ვიტყვი ამ სიტყვას კონცეპტუალიზაცია და ისე მიწოდება საზოგადოებისათვის. ეს ძალიან რთული პროცესია და ეს არ ხელეწიფება ბევრს. ახლა ისე წმინდა მეთოდოლოგიური თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, მე წავიდოდი და ალბათ დავიწყებდი რაბლედან. ალბათ დავიწყებდი რაბლედან. იცნობს ილია რაბლეს? ეხლა რა არის, იცი? იცნობს თუ არა ილია რაბლეს, მე ეს ფაქტობრივი მასალით არ ვიცი რამდენად დასტურდება, მაგრამ არსებობს ცნობა არ ცნობა ამ შემთხვევაში ძალიან ხშირად გადადის რაღაც უკანა პლანზე და არსებობს ლიტერატურული მეხსიერება, ხო, რომელიც ჩადებულია, რომელიც შეიძლება რაღაც მომენტში იყოს შეჩერებული, ცოტა უფრო პასიური, მაგრამ შემდეგ გააქტიურდეს რაღაც კონკრეტულ სოციალურ კონტექსტში. რაბლე ნამდვილად იწყებს სრულიად არაორდინალურ აბსოლუტურად ტენდენციებს ლიტერატურაში, ხო? ის შემოდის ნამდვილად ესეთი ყოფითი რეალისტური განცხადებებით და აკეთებს ამას იცი თავისი სახელგანთქმული სატირის მეშვეობით. ახლა ისიც უნდა ითქვას, რომ აი ეს რაბლეს მიერ დაწყებული საქმე გარკვეულწილად ექცევა პასივში შემდგომ საუკუნეებში. კერძოდ ეს არის ნეოკლასიკური ეპოქა, ეს არის რომანტიზმის ეპოქა და კვლავ ხდება მისი გააქტიურება უკვე რეალისტების მიერ. ანუ მაშინ, როდესაც რეალისტები თავს ანებებენ იდეალებს და იწყებენ დაახლოებას ყოფასთან, მათ აუცილებლად ახსენდებათ რაბლე. და აი ეს ბევრი რამ რეალისტურ პროზაში, თუნდაც დავუშვათ ის, რომ სატირა, მე ვერ წარმომიდგენია, რომ ვისაუბროთ გოგოლზე ისე, რომ რაბლე არ ვახსენოთ. ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. ან ვისაუბროთ მერე ილიაზე ისე, რომ გოგოლი არ ვახსენოთ. ანუ ეს არის რაღაც ლოგიკური ხაზი, სადაც დაცულია ეს საინტერესო მეთოდოლოგიური და სტილისტური პუნქტირები, როგორიც არის ყოფითობა, როგორიც არის სატირა, როგორიც არის მაქსიმალური მიახლოება რეალობასთან. ახლა მე-19 საუკუნე თავისი როგორც ლიტერატურული, ისევე მეთოდოლოგიური ხედვით არის დიაქრონული, ბუნებრივია, ხო? იმიტომ რომ იქ მთავარი არის რა ლიტერატურული პროცესი იმ სოციალური, ისტორიული და კულტურული მოვლენების კონტექსტში, რომელშიც ის ხორციელდება, რაც წინა ეპოქაში დავუშვათ რომანტიკოსებს ნაკლებად აინტერესებთ. ხო, რასაკვირველია. მაგრამ ეხლა სატირაზე კარგი ვთქვათ დასაწყებია ალბათ მსჯელობის, იმიტომ რომ ხანდახან მეჩვენება რომ იმ რაბლესთანაც იმდენად სატირა კი არ არის პრობლემა, რამდენადაც ცოტა სხვა ფენომენის აღმოჩენა და გეტყვი რატო. მაგალითად ფანტასტიკური ერთი ადგილია პანურგი. პანურგი ზის ნავში და უცებ იწყება ქარიშხალი. და პანურგი იწყებს საშინელ მოთქმას, რომ ვაიმე ეხლა ვიღუპებით, ვაიმე რა გვეშველება. გადაივლის ქარიშხალი და უცებ ადგება პანურგი და დანარჩენებს ეუბნება, თქვენ ამ ხდალები ყოფილ ხართ და ასე შემდეგ. რას დაცინეს აქ რაბლე? აქ რაფერს დაცინეს, მე თუ მკითხავ. რაბლე უბრალოდ აღმოჩენს და შემდეგ ნათქვამი აქვს ოქტავიო პას ფანტასტიკურად, რომ რაბლესთან იქნა აღმოჩენელი იუმორი. აღმოჩენა შექმნილი. მანამდე იუმორი არ არსებობდაო. მოდი მივყვეთ ეგეთ ამ ლოგიკას, თუ მივყვებით ამ ლოგიკას და თქვათ მაშინ ესეთი რაღაცას, რომ ილიას თქვათ კაცი ადამიანი იმიტოა ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანი, რომ ის სატირაა, თუ იმიტოა მნიშვნელოვანი, რომ სატირისგან დამოუკიდებლად ჩვენ რაღაცას ხედავთ იქ. მე ეს მართლა მაინტერესებს წაკითხვა დინების საწინააღმდეგოდ. დრონ წარმოვიდგინოთ, რომ ილია ჭავჭავა რაღაცა პერიოდში ჩვენ ყველანი ქართველები გავხდით რაღაცა როგორც თქვათ სკანდინავიელები, ხო, საოცრად მოწესრიგებული ხალხი, რომლებიც თქვათ დისციპლინირებულად მუშაობთ. წარმოვიდგინოთ ეს სიტუაცია, ხო? ძალიან შორს ავართ აქედან. დაკარგავს ულუასათქარდის სახე თავის მნიშვნელობას?
იქნება მხოლოდ ისტორიული? თუ ჩვენ მაინც შეგვრჩება, იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს ეს სიზარმაცის განცდა ყოველთვის ექნება, ხო, ეგზისტენციალი ხო ეს არის. რაღაცა, რაც ნებისმიერ ადამიანს ყველა შემთხვევაში ახასიათებს. იქნება ის შიში, იქნება ის სიზარმაცე და სხვა რამ იქნება, სისუსტე, ხო? ვთქვათ, არიან მწერლები, რომელიც მთლიანად აგებენ საკუთარ ნაწარმოებებს ამ ტიპის ეგზისტენციალების კვლევაზე. კუნდერა, ხო, რომელიც იქნება ეს, ვთქვათ, არ ვიცი, არ ცოდნა, ხო? არ ცოდნა, ყოველთვის იქნება სიტუაცია, როცა ადამიანმა რაღაცა არ იცის, ასე უნდა ყველაფერს მცოდნე იყოს, რაღაცა არ იცის. მარტივია და ამ არ ცოდნას რა კავშირი აქვს ადამიანთან, ცხოვრებასთან, ხო? ხარ შეიძლება ვთქვათ, სიზარმაცე როგორც ეგზისტენციალი, რომელსაც ფანტასტიკურად გვაჩვენებს ილია. სრულად დამოუკიდებელი იმ სატირული ღირებულებისაგან, რომელიც მის ტექსტს აქვს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში. გეთანხმები, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო აზრია, რასაც ამბობ. ნამდვილად არის ესეთი შთაბეჭდილება და ეს არის რეალობა, რომ კაცია ადამიანი არ არის ის ტექსტი, რომელიც დაიწერა მე-19 საუკუნეში ამ საუკუნისთვის. ეს დაიწერა მე-19 საუკუნეში, მაგრამ ნამდვილად უნივერსალურია, ხო, თავისი დანიშნულებით და იმ შინაარსობრივი თუ თემატური ხაზებით, რომლებიც აი ამ ტექსტში არის მოცემული. რასაკვირველია, აქ ილია შეუძლებელია რომ ჩვენ დავიყვანოთ ეს მხოლოდ სატირის დონეზე და მივცეთ მარტო სატირული ყალიბი. რასაკვირველია, იქ არის იმდენად მნიშვნელოვანი საკითხები და პრობლემები, იმდენად ზოგადი, იმდენად მოდი ესე ვთქვათ მარადიული, დასმული, რომ სწორედ ამიტომ ის არასოდეს არ იქნება მოსაწყენი და ის ყოველთვის იქნება აქტუალური. აბსოლუტურად გეთანხმები ამაში. სატირას ამ ეპოქაში, რაბლეს ეპოქაში სრულად სხვაგვარი გამოყენება და ფუნქცია და დანიშნულება აქვს, ხო? სვიფტთან ის სხვაგვარად გამოიყენება აბსოლუტურად, არა? ბუნებრივია რეალისტებთან ის სხვაგვარ სახეს იძენს. ის არის გამოყენებული იმისათვის, რომ არაფერს ახალს არ ვიტყვი, ალბათ თუ გეტყვით იმას, რომ მე-19 საუკუნის ლიტერატურა ძალიან ხშირად იყენებს თავის სიტყვას ერთგვარ ტრიბუნად, ხო, სოციალური, ეროვნული თუ პოლიტიკური პრობლემების გასახმიანებლად, ხო? ჩვენ შეიძლება, რომ აი აქ სატირაც ჩავრთოთ. სატირაც რასაკვირველია, თავისუფლად შეიძლება იქნას გამოყენებული აი ამ დანიშნულებით, მაგრამ კაცი ადამიანის დაყვანა მხოლოდ ასეთ მსჯელობამდე არის მისი დაკნინება. რა თქმა უნდა, იქ არის უფრო მნიშვნელოვანი, უფრო გლობალური პრობლემები. რის გამოც ის მოსაწყენი არასოდეს არ არის, ხო? და სხვა შორის ძალიან გულწრფელია ხოლმე, მე არასოდეს არ მისწავლებია სკოლაში, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, როგორია მასწავლებლების დაკვირვება, იცი? აი ამ პროცესზე, როდესაც ისინი კაცია ადამიანს ასწავლიან ბავშვებს, აი ეს თვითონ დამოკიდებულება. ძალიან ხშირად გამიგონია, რომ ბავშვს უთქვამს, რა სერჩით ამულარსებს, რა საყვარელია, ხო? ხო, რასაკვირველია, ხო, გარკვეული ემპათია. გარკვეული, ხო, ამიტომ ბუნებრივია, ეს არის ძალიან სერიოზული ტექსტი, რომელიც არის შრეობრივი და რომელიც შეიძლება წაკითხულ და აღქმულ იქნას აი ამ სხვადასხვა შრის მიხედვით. შეიძლება ძალიან კარგი მაგალითი იყოს სვიფტისა, იმიტომ რომ ზუსტად კარგი განსხვავება ალბათ რატო არ ითვლება მაგალითად სვიფტი რომანული ტრადიციის წარმომადგენლად. იმიტომ რომ ის მართლა შეიძლება აბსოლუტურად სატირაზე დაიყვანო. მაშინ როცა თქვა ისეთი მწერლები როგორც არის ერთი მხრივ რაბლე, მეორე მხრივ სერვანტესი, აი სწორედ ამბივალენტურების შენარჩუნებით არიან რომანის დამფუძნებლები, მაგრამ არა სვიფტი. იმიტომ რომ სვიფტი მიუხედავად რომ ბრწყინვალე მწერალია, ის არ ითვლება დიდ რომანისტად. ის არ არის რაღაცა ტრადიციის მიმცემი რომანული ტრადიციისა, ვერანაირად ვერ იტყვი ამას, ხო? და პლუს ამას მე ხას ვსვამ, რომ არის აუცილებელი რომანები წეროს იმისათვის, რომ რომანული ტრადიციის გამოზრება. ევროპული რომანი ამ სიტყვის ესეთი ფართო გაგებით, ეს არის თავგადასავლელი, რომელიც შეიცავს ისეთ მწერალს, როგორც მაგალითად ჰემინგუეის მოთხრობებია სიტყვაზე, ნამდვილად შეიცავს. ეს რომანული ტრადიცია, მაგრამ არა სვიფტი. მე მგონია, რომ ეს მნიშვნელოვანია. მაგრამ მე მინდა ახლა შენ ეს რაღაცა კითხო, ძალიან მნიშვნელოვანი. შენ წიგნში გაქვს ანალიზი ხუთ ტექსტისა, რომელსაც შენ ანალიზებ ილიას შემოქმედებიდან, არის ერთი სარჩობელაზე. და მართლა ეს არის ერთი ყველაზე უცნაური ტექსტი ალბათ ილიას შემოქმედებაში, იმიტომ ძალიან რთულია ზუსტად გაიგო ამ ტექსტის დაწერის იმპულსი.
ილია პრინციპში კარგად ესეთი ათვისებადი ავტორია, იმიტომ შეულებრივ კარგად არის ხოლმე ის პრეპარირებული ქრესტომატიის მიერ, ხო? გეუბნებია რომ ხიდია ჩატეხილი საზოგადოების ორ ფენას შორის, ან ასე შემდეგ. მაგრამ სარჩობელაზე ძალიან უცნაური ტექსტია. და არის ალბათ მე ვიტყოდი რომ ილია შედევრი, ხო? ალბათ საუკეთესო პროზაული ნაწარმოები შეიძლება იყოს ერთ-ერთი საუკეთესო, რომელსაც მან დაგვიტოვა. მოდი სარჩობელაზე ვილაპარაკოთ. რა არის ის ეფექტი, რომელსაც წარმოშობს ეს უცნაური ეფექტი, რომელსაც წარმოშობს რაშია? ანუ ვთქვათ რუსი ფორმალისტების ენით ვილაპარაკოთ, როგორ არის გაკეთებული, ვთქვათ სარჩობელაზე. რა არის მისი მომხიბვლელობის ესეთი საიდუმლო? ხო არ შეგიძლია მოდი მივუახლოვდეთ მაინც. ისევე როგორც აი ახლობით ალბათ ეს შეიძლება პასუხი ჩამოყალიბდეს, ისევე როგორც კაცია ადამიანში, ილიამ ძალიან კარგად, ზედმიწევნით კარგად მოირგო ორატორული პრაგმატიკის მეთოდი, როდესაც ის მუდმივად მიმართავს მკითხველს და ცდილობს, რომ ის მუდმივად ყავდეს გვერდით, მე ვფიქრობ, რომ მაშინ, როდესაც ის წერდა თხზულებას სარჩობელაზე, მან ძალიან კარგად მოირგო რომანისტიკის და ესეთ პროზის ყველა საუკეთესო ტრადიცია. მე აი ამ თხზულებაში ვხედავ და ძალიან მკვეთრად ვხედავ კლასიკურ ელემენტებს რომანის შექმნისა. ეს არის თხზულება, სადაც ყველაფერი ეხა მე არ გულისხმობ შინაარსზე არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ეს ყველა მიცის, მაგრამ ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორ ვითარდება რა ეს შინაარსი. ის მუდმივად ვითარდება ძალიან უცნაურ, მოულოდნელ გარემოში. თითქოს შეიგრძნება რაღაც ანტიკური ავანტიურის ელემენტიც არა, როდესაც არ ელოდება და მაშინ გამოჩნდებიან. იქ სიტყვა უეცრად გზაზე გადმოხდა ორი პატარა ბიჭი ძალიან სერიოზულ ფუნქციას ასრულებს. ეს უეცრად არის სწორედ ანტიკურობიდან წამოღებული ეფექტი, როდესაც გმირი რაღაცას არ ელოდება და აი გზაზე ხორციელდება ისეთი შეხვედრა, რომელმაც უნდა შეცვალოს შემდეგ მთელი მისი ცხოვრება. ახლა როგორ იცვლება ცხოვრება? რასაკვირველია რთული, იმიტომ რომ აი ამ მოულოდნელ აი ამ ავანტიურის დაწყების შემდეგ რასაკვირველია უკვე ასევე კლასიკური კანონით მოდის მეორე ელემენტი, რაც არის უკვე პერიპეტია, რაც არის შემდეგ უკვე კონფლიქტი და ბოლოს მკითხველი ასეთივე არის კლასიკურ მოლოდინში ამ ავანტიურის ამოხსნისა. აი ჩემთვის ეს ხაზი ჩანს და ეს არის იმდენად კლასიკური ხაზი რომანის აგების, კარგი პროზის გაკეთების, რომ მე ვფიქრობ, რომ ილიამ საკმაოდ ბევრი იფიქრა ალბათ აი ამ ტექსტის შექმნაზე და გამოიყენა, დაეყრდნო შეიძლება ესე ითქვას პროზაული ტექსტის შექმნის საუკეთესო ტრადიციებს. ყოველი ეს მოსახვევი, რომელზეც მე აქ ვისაუბრე, ეს იქნება ავანტიურა, ეს იქნება პერიპეტია, კონფლიქტი, ამ ავანტიურის ამოხსნა შემდეგ, ხო, ახსავსია კიდე შიდა ძალიან საინტერესო დინებებით, სადაც უკვე ხდება პერსონაჟის აი შინაგანი სამყაროს გახსნა. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ზემოქმედება და ეფექტი ტექსტის აგებისა შეიგრძნობა მკითხველის მიერ და ამიტომაც არის, რომ სარჩობელაზე ნამდვილად განსაკუთრებულ ადგილს იჭერს ილიას შემოქმედებაში. ხო, ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ რაღაცა აზრით შენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ეს სიტყვა ეგზისტენციალური ვახსენე, რაც ახლა ყოველგვარი რაღაცა ფილოსოფიური კონცეფციების გარეშე მინდა უბრალოდ გავაგრძელო ამაზე. უდაოდ არის ამ ტექსტის ეგზისტენციალური განზომილება და მე მინდა დაუბრუნდე ისევ აკაკი ბაქრაძეს, იმიტომ რომ მას აქვს ძალიან საინტერესო საკითხვა ოთარ ანთქმევიჩა, ხო? მაშინ, როდესაც მის მიერ აკაკი ბაქრაძის მიერ წაკითხული კაცი ადამიანი არის მართლა ძალიან ერთმნიშვნელოვანი ტექსტი, ეს არის მართლა რაღაც მიმართული მხოლოდ და მხოლოდ იმ კონკრეტულ კონტექსტზე და მართლა სატირული ინტენციით და ასე შემდეგ. ის სრულად სხვანაირად კითხულობს ოთარ ანთქმევს და ოთარ ანთქმევს კითხულობს ისე, რომ იქ გამოჩნდება, რომ სინამდვილეში ამ ტექსტის მთავარი პრობლემა არის არა რაღაცა კონკრეტული სოციალური, თქვათ რაღაცა ორ ფენას შორის გაუცხოება, არამედ გაუცხოება პრინციპში ადამიანს და ადამიანს შორის ზოგადად.
ну ის ამას გაუცხოებაზე ლაპარაკობს, თანამედროვე ტერმინს ხმარობს, მაგრამ მართლა ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ეს მიუთითებს ილიას გარკვეული აზრით უნივერსალისტურ ინტენციაზე. ეს ილია ოთარამთქრივშიც კი, ანუ ტექსტში, რომელიც თითქოს და მხოლოდ ქართულ კონტექსტში უნდა იყოს, ხო? არანაირად არ აქვს სურვილი, რომ მხოლოდ საქართველოს სიტუაცია აჩვენოს. კითხვა არის, რომ მუდმივად ვინ არ არის ცოდვა სტუდიის სოფელში, ანუ ძალიან უნივერსალისტური კითხვაა და ილიას ინტენციაც არის რაღაცა აზრით, მეორე საკითხია, ასე ვთქვათ, უკვე განხორციელება როგორია ამისა, მაგრამ ინტენცია არის აბსოლუტურად ეგზისტენციალური იმ აზრით, რომ ის შეეხება ყველა ადამიანს და არა მხოლოდ კონკრეტულს, ხო? ხომ არ შეიძლება ითქვას, რომ როდესაც ჩვენ ვთქვათ ჩატეხილობაზე ვაწერინებთ მაგალითად ჩვენს მოსწავლეებს, იქ რაღაც თემებს თავი და ასე შემდეგ, რაღაცა აზრით ამ ინტენციას ვავიწროვებთ და ვთქვათ რაღაც ვზღუდავთ. არის, რასაკვირველია, არის მე როდესაც ვლაპარაკობდი სარჩობელაზე და ამ ტექსტზე, მე ძირითადად აქცენტი გავაკეთე გიგა ტექსტის აგების პრინციპზე და ფორმალურ მხარეზე. და ნამდვილად ასე ვთქვათ არ გამისვამს ხაზი იმ შინაარსობრივი შიდა სიმდიდრისათვის, რომელიც ამ ტექსტში არის. რა თქმა უნდა, ეს არის ტექსტი, რომელიც დაწერილია უმნიშვნელოვანეს პრობლემაზე. შენ ახსენე გაუცხოება. მანამდე ახსენე სერვანტესი, ხო? აი წინა შეკითხვებში. ანუ გაუცხოება არის ალბათ ის თემა, რომელსაც პრინციპში გლობალურად სოფლიო ლიტერატურაში იწყებს სწორედ სერვანტესი, არა და მისი დონ კიხოტი. და აი აქედან უკვე მერე ეს გრძელდება და ძალიან სერიოზულად გრძელდება მომდევნო ეპოქების ლიტერატურაში. გაუცხოების პრობლემა, მე ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ცენტრალური აი ამ ტექსტში სარჩობელაზე და მე ვფიქრობ ოთარამთქრივშიც და თუ კი ჩვენ ვიტყვით, რომ გაუცხოება არის ამ თხზულებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, მაშინ რასაკვირველია, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ მარტო სოციალურ თემებზე, ჩვენ ვავიწროვებთ რასაკვირველია ამ ტექსტების მნიშვნელობას. და ბარემ აქვე დაგისვამ კითხავს, რომელიც მე მაინტერესებს და რომელსაც რაღაც ახალ პასუხი არ მაქვს და დიდი კვლევის დროც არ ვრჩება. იგივე რუსი ავტორები, რომელშიც ჩაასახელა, ხო, მაგალითად დოსტოევსკი, ტოლსტოი. რაიმე კავშირი შეიძლება ვთქვათ, ილია იცნობდა მათ, ახლა ორგანოს გასაგებია რომ იცნობდა, მაგრამ ვთქვათ დოსტოევსკიზე რამე შეგვიძლია ვთქვათ, რომ წაკითხული ქონა, არ ქონა წაკითხული ტოლსტოიზე წაკითხული ქონა, კიდე წაკითხული. არა, რა თქმა უნდა. ეხლა იცი რა არის, ეს ჩანს მის პუბლიცისტურ წერილებში. რასაკვირველია ეს იცნობდა. ეხლა თუ უშუალოდ ჩვენ ლიტერატურულ ზეგავლენებზე კიდევ ერთხელ ხო ამაზე ალბათ არ ვლაპარაკობთ, ხო? მაგრამ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი სახელები, რომელსაც ეხლა ჩვენ ვასახელებთ და უკაცრავად შეგაწყვეტა, მე რატომ მაინტერესებს, იმიტომ რომ რაღაც აზრით ეს არის ტრადიცია, რომელზეც ილიას ხელი მიუწვდება. რასაკვირველია. თარგმანების გარეშე ასე შემდეგ. რასაკვირველია, ილია არის იმდენად შორს გადის ქართული ასე ვთქვათ სივრციდან, რომ ის იცი გიგა რომ ძალიან ბევრს თარგმნის. ბუნებრივია ეს იმას ნიშნავს, რომ ის უამრავ რამ ლიტერატურას ეცნობა და აზრებს და მე უნდა გვავიწყდება, რომ განათლება მას მიღებული აქვს რუსეთში, ანუ ის მოდის აი იმ რაღაც იმ რეალობიდან, ის ცხოვრობდა, არსებობდა ამ რეალობაში და ის არაჩვეულებრივად ფლობს ამ ენას, იმიტომ რომ ის არა მარტო კითხულობს, არამედ თვითონ თავისუფლად წერს წერილებს, პუბლიცისტურ წერილებს ამ ენაზე და ის მის პუბლიცისტიკაში ძალიან ხშირად ჟღერს ეს სახელები და ის რასაკვირველია მათ ძალიან კარგად იცნობს. სამწუხაროდ ესე იგი ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა სულად მოულოდნელად ჩემთვისაც, იმიტომ რომ მართლა ძალიან საინტერესო თემები საუბრობთ, ძალიან საინტერესო რაღაცები გავიგე შენგან. უბრალოდ მე მგონია რომ ჩვენი ეს დღევანდელი გადაცემის დროები შეიძლება ყოფილიყო შუა საუკუნეების თეოლოგიაში არსებობდა, რომ ყოველი კვლევა შედარებითი უნდა იყოს და ჩვენ მართლა შევეცადეთ რომ ილიას ადგილი რაღაც შედარებებში დაგვენახა. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ მოხვედა, ძალიან საინტერესოდ გვესაუბრე ამ თემებზე და დავამშვიდობებ ჩვენს მაყურებელს მომავალ პარასკევამდე. დიდი მადლობა გიგა.